საქართველო და საქართველოს მოქალაქეები აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის მტკიცე ქართულ ხალხთან ორ მთავარ და მნიშვნელოვან მოთხოვნაში. ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ დღეს ივანიშვილის რუსული რეჟიმის ძალადობას გადაურჩა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ლეგიტიმური და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი და ეს არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრეზიდენტის ინსტიტუტი. ერთადერთი შანსი და შესაძლებლობა ახალი არჩევნების დანიშვნის არსებობს, რომ სწორედ ამ ლეგიტიმური ინსტიტუტიდან დაიწყოს გაცოცხლება დემოკრატიის და თავისუფლების ჩვენს ქვეყანაში. სალომე ზურაბიშვილი მტკიცედ დგას საკუთარ პოზიციაზე, რომ ხარს დაუჭერს ამ ორ მთავარ მოთხოვნას და ის არაპირებს დათმოს ის ლეგიტიმაცია, რაც აქვს შერჩენილი საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას რუტინულს, როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ეს წინააღმდეგობა იქნება მტკიცე და საქართველოს პრეზიდენტი და ინსტიტუტი სარგებლობს სრული მხარდაჭერით ოპოზიციური ფლანგის და ოპოზიციური კოალიციების მხრიდან. მადლობა. მოგესალმებით. ეუთოდირის დასკვნამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ არჩევნები ახლიდან არის ჩასატარებელი საქართველოში. არ არსებობს არც ერთი კომპონენტი, რომლითაც შეიძლება ეს არჩევნები რაიმენაირად ჩაითვალოს ჩატარებულად. ამიტომ ჩვენ უერთდებით, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რაც მან გუშინ გააკეთა. არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს. ჩვენ მზად ვართ, რომ სწორედ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით მოხდეს უკვე შეთანხმება არჩევნების თარიღსა და კონკრეტულ პირობებზე და სწორედ პროტესტი, რომელიც არის უპრეცედენტო მასშტაბის და მადლობა მინდა უთხრა ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში იღებს მონაწილეობას, ამის ცალსახა დადასტურება. კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, რომ საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებაც ეუთოდირის დასკვნის შემდეგ ცალსახად ცხადყოფს, რომ ამ არჩევნებს ლეგიტიმურად არათუ მხოლოდ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, არამედ საერთაშორისო მასშტაბით არავინ არ თulis. შესაბამისად, ქართული ოცნება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, ის არის თვითმარქვია ხელისუფლება დღეის მდგომარეობით და იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში, აუცილებელია ჩატარდეს ახლიდან არჩევნები და ამასთან ერთად რა თქმა უნდა განთავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, შეწყდეს ყველა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც თვითმარქვია რეჟიმმა სრულად უკანონოდ წამოიწყო პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც დღეს საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებიან. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაო ფორმატში მუშაობას ოპოზიციური პარტიები, მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ერთადერთ საკითხზე დისკუსიაში, როდის უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები და რა წესებით და პირობებში უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. ანუ ვიზიარებთ სრულად სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ვადისათვლა დასწყებულია ამ კვირაში საბოლოო პოზიციები უნდა ჩამოყალიბდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. მოგესალმებით. დღეს არის პროტესტის 26 დღე, ეს არის უწყვეტი პროტესტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე თავს უხრის ასობით ათას ადამიანს. რაც არის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ პროტესტმა გესმოდეს, რომ მოიტანა ძალიან კონკრეტული შედეგები. ნებისმიერი გარე რეაქცია, გარე მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნების და საერთაშორისო თანამეგობრობის არის შედეგი სწორედ ამ პროტესტის. ამავე დროს უნდა გესმოდეს, რომ დღეს არის 57 დღე მას შემდეგ, რაც ჩატარდა არჩევნები 26 ოქტომბერს და თითქმის 2 თვე გავიდა არჩევნების დღიდან და ამ არჩევნების შედეგებს აღიარებს მხოლოდ რამდენიმე რუსეთის სატელიტი ქვეყანა, მათ შორის ერთები როგორიც არის ვენესუელა და ნიკარაგუა, ქვეყნები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ესეც არის შედეგი იმ პროტესტის, რომელიც ყოველ დღე ხორციელდება რუსთაველის გამზირზე. თავარი ამბავი, თავარი პოლიტიკური პროცესი არის სწორედ რუსთაველზე. ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
ყველა ეს ადამიანი, ვინც გამოდის თუნდაც 9 საათით რუსთაველზე, აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. საბოლოო ჯამში ამ პროტესტით ჩვენ მივალთ იქამდე და საერთაშორისო მხარდაჭერით, რომ ქვეყანაში დაინიშნება ახალი არჩევნები, ყველა პოლიტიკური გათავისუფლდება და ეს ქვეყანა დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ამ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში 2030 წლამდე ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ჩვენ გავიდეთ ერთხელ და სამუდამოდ სამშვიდობოს და საკუთაშვილებს დაუტოვოთ ქვეყანა, რომელსაც აღარ ექნება ის საფრთხეები, რა საფრთხეებშიც ჩვენმა თავებმა იცხოვრეს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. ამიტომ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახერხებს თუნდაც 9 საათით მაინც რომ გამოვიდეს რუსთაველზე ყოველ საათს. პროტესტი გაგრძელდება აუცილებლად და ჩვენ აუცილებლად მივარ გამარჯვება. მადლობა.